მერაბ გილოცავ გამარჯვებას. მორიგი დიდებული მე-14 გამარჯვება. მორიგი ტიტულის დაცვა უკვე მესამე დამწელს, რაც აღსანიშნავია. ახლა კი რახან ბრძოლის კვირამ ჩაიარა, მოგვიყევი რას ფიქრობ ბრძოლაზე, კმაყოფილი ხარ თუ არა შენი თავით? თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მე უბრალოდ მადლიერი ვარ. ყველა იმ ბრძოლისთვის, რაც UFC-ში ჩავატარე, რადგან ეს ჩემი ოცნებაა. განსაკუთრებით ახლა, რადგან ჩემპიონი ვარ და ქამრის დაცვა შემიძლია, რისთვისაც უფრო მადლიერი ვარ. თან ჩემპიონობისას ერთი რამ აღმოვაჩინე. ბრძოლების მოთხოვნა და საქმის დაკავება უფრო მარტივია. ეს ჩემპიონობის კიდევ ერთი დადებითი მხარეა, რადგან როცა რეგულარული მებრძოლი ხარ, შენ უბრალოდ მოცდა გიწევს. იჩხუბებ და მერე ჯდები და ელოდები. 6 თვეში თუ ბრძოლის საშუალება მოგეცემა, ხომ საერთოდ მაგარია. 2 ბრძოლა გამოგდის 1 წელიწადში. თუ არა და მაშინ მოცდა გიწევს. ახლა კი შემიძლია უბრალოდ დავრეკო და ჩხუბი მოვითხო და საქმე დავკავდე. რაც ძალიან მაგარია. დეკემბერში ჩხუბის სურვილი იმიტომ გაქვს, რომ გინდა პირველი ჩემპიონი იყო, რომელიც 4-ჯერ დაიცავს ქამარს 1 წელიწადში? სიმართლე რომ გითხრა, ასე არ ვფიქრობ. უფრო მსურს რომ დაკავებული ვიყო. ჩხუბი მიყვარს და ეს კარგად გამომდის, როდესაც დაკავებული ვარ. როდესაც არ ვჩხუბობ, ყურადღება მეფანტება. მოგზაურობ, ყველგან მივდივარ, კონცენტრაცია მეკარგება, როცა ჩხუბით არ ვარ დაკავებული. ეს ფოკუსირებაში ხელს მიშლის. თუ ვჩხუბობ, ბევრი რამისთვის უარის თქმა შემიძლია. მაგალითად, თუ მეგობრები სადმე დამპატიჟებენ, წავალ. თუ ჩხუბი მაქვს, შეიძლება წავიდე, მაგრამ გავაფრთხილებ, რომ ჩხუბი მაქვს და გიჟივით არც საჭმელს შევჭამ და არც დავლევ. მოკლედ, თუ ბრძოლა მიწევს, უარს ვამბობ მოგზაურობაზე. ასევე სპონსორებსაც უარს ვეუბნები. კარგი, რაც შეეხება თავად ჩხუბს. შენის თითქმის დააფინიშე მეორე რაუნდში. შეგაწუხა იმ ფაქტმა, რომ ბოლომდე ვერ მიიყვანე საქმე? არა, საერთოდ არა და გეტყვი რატომაც. მითხარი. იმიტომ რომ ბრძოლის შემდეგ კორისენთეგენი ჩემთან მოდის და ძალიან თავაზიანი იყო. იმიტომ რომ სავარჯიშო კემპის დროს ის ისეთ რაღაცეებს ამბობდა და ისე ხუმრობდა, გავიფიქრე, შეიძლება საერთოდაც არ არის ეს კარგი ბიჭი თქო. ეს მიტრიალებდა თავში. რას ამბობდა შენზე? ზუსტად არ მახსოვს. შემდეგ მას სადღაც ლიფტში შევხვდი და მას მრისხანე სახე ჰქონდა. მე კიდევ ვფიქრობ, ამბის ჩემი დანოკაუტება უნდა. ინტერვიუც ნახე, სადაც ჩემს ქამარს ითხოვს. მე კიდე ჩემთვის ვამბობ, არა. შეგვიძლია მეგობრები მომავალში ვიყოთ, ახლა არა. ბრძოლის შემდეგ ის ძალიან თავაზიანი იყო და კმაყოფილი ვიყავი, რომ 5 რაუნდი ჩავატარე მასთან და არ დავაფინიშე, რადგან ცუდად აისახებოდა მასზე. და მეორე მიზეზი ის იყო, როდესაც მოვისმინე, როგორ დავამყარე ახალი რეკორდი 20 ტეიქდაუნით და ამით დავკმაყოფილდი. იცი რა, მოწინააღმდეგის დაფინიშება მაგარია, მაგრამ ადრეც მაქვს ნათქვამი, შონომალი, როდესაც დავაფინიშე, ის შემდეგი 2 რაუნდი დამაკლდა. წარმოიდგინე, კიდევ რამდენი ტეიქდაუნების და ახალი ჰაილაითების გაკეთება შემეძლო, ხომ გესმის? რა თქმა უნდა, შემდეგი ჩხუბი თუ პიოტრიანის წინააღმდეგ ჩამენიშნება, შევეცდები მის დაფინიშებას. შენს მწვრთნელს ჯონ ვუდს ვესაუბრე იმაზე, თუ როგორ გიყვარს ოქტაგონზე გასვლა და შენი ლუკმით თამაში. ხომ გესმის, რას გულისხმობ? ისის დამეთანხმდა, როგორც შევამჩნიე, მასაც უნდა, რომ გახვიდე და ბოლომდე წარმოაჩინო შენი თავი. შენი აზრით შეძლებდი ამის გაკეთებას? ყორის წინააღმდეგ? ცდილობდი თუ არა ბოლო რაუნდში მის დაფინიშებას? ხოლო ერთ მომენტში ვცდილობდი, როდესაც დარში მყავდა დაჭერილი. მაშინ ვფიქრობდი, ბოლომდე მეცადა თუ არა დასრულება, რადგან ვიცი, რომ მახრჩობელა ძალიან კარგად გამომდის. შემდეგ დროს შევხედე და დავინახე 30 წამი მქონდა დარჩენილი. ამიტომ გადავიფიქრე და გამეღიმა. აი მხოლოდ ამას ვნანო, ვფიქრობ, უნდა მეცადა მისი მოგუდვა. მისი დანოკაუტებაც ვცადე, თუმცა ის გადამირჩა. ამაც გამაკვირო, ვფიქრობ, ძირს როცა დავაგდე, უმჯობესი იქნებოდა მივსულიყავი და ჭიდაობა დამეწყო. შეიძლება ამ შემთხვევაში დამემთავრებინა ბრძოლა.
თუმცა კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რითაც ის ბრძოლა დამთავრდა. ამაზე Instagram-ზეც დავპოსტე დღეს. ასევე მარკ გოდარდს უთხარი. მე ყველა მსაჯს ვეუბნები. თუ დავძიანდი ბრძოლის დროს, გთხოვთ შანსი მომეცით. არ გამაჩეროთ. მინდა რომ შანსი მომცეთ. დამრთეთ ნება რომ ბოლომდე ვიბრძოლო, სანამ არ გავითიშებ. მარლონ მორაესთან ჩხუბამდეც ასე მოვიქეცი. ყველა მსაჯს იგივეს ვეუბნები, როდესაც გასახდელში შემოდიან. მოკლედ, მარკ გოდარდს ვეუბნები იგივეს. კორის სიტუაციაც ხომ მოხდა, სადაც მას მეტი დრო დასჭირდა. ხომ გესმის, რასაც გულისხმობ? მან კორის მისცა შანსი შენთვის ეპასუხა და შენც იგივე სიტყავდი მისგან ალბათ. შენი და კორის შეხვედრას უყურებ ბრძოლის შემდეგ და როგორც ჩანს ერთმანეთს პატივს სცემთ. აი აგერ თქვენ ერთმანეთს ესაუბრებით. დიახ, ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ბიჭს. როგორც ჩანს ერთმანეთი დააფასეთ. ხო, ის ძალიან კარგი ბიჭია. ნახე რა თქვა პიოტრიანმა შენზე, როცა კორის დაფინიშება ვერ შეძელი? მას მეორე რაუნდის შესახებ გკითხე. მოისმინე? არ ვიცი რა თქვა. მას შენს ტექნიკაზე ვკითხე. ნეტა ვიდეო მქონოდა რომ მენახებინა შენთვის. მოკლედ ის საუბრობდა იმაზე თუ როგორ არ შეგიძლია მოწინააღმდეგის დაფინიშება. მან ასევე თქვა რომ შენთან ბრძოლის დროს ის მხოლოდ 40% იყო. კი, ეგ მოვისმინე. რამდენი თქვა? 40 თუ 50%. რას ფიქრობ ამაზე? შონომალიმაც იგივე თქვა დაახლოებით. 75%-ით უკეთესი ვიქნებიო, თუმცა მე ის დავაფინიშე. იგივეა ამ შემთხვევაში. ჩემთვის უკეთესია თუ ამბობს რომ 50% იყო. მისმინე, ვიცი როგორც მებრძოლის ძალიან სახიფათოა. ძლიერია შესანიშნავი მებრძოლია. ყველამ ვიცით რომ კარგი გამარჯვებების სერიებით მოდის. ის ნამდვილად იმსახურებს შანსს. მეც სწრაფად დავბრუნდები ოქტაგონზე და კარგი ჩხუბი გამოვა. ვიცით რომ ერთმა დარტყმამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. განსაკუთრებით პიოტრიანის წინააღმდეგ. ძალიან სახიფათო მეკტოქეა. მე უბრალოდ ვარჯიშს გავაგრძელებ და ყველაფრისთვის მზად ვიქნები. თუმცა მაინც ვფიქრობ რომ გამიმარტივდება. ძალიან მიხარია მერაბ და მოხარულები ვართ რომ ამ სტუდიაში მესტუმრე. უდიდესი პატივია ეს ჩემთვის და მადლობა ამისთვის. ამ წამს ჩვენი საუბრის დროს ახალი ამბავი შემატყობინეს. ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. დანა ვაიტს Instagram-ში ახლა ხანს ლაივი ჰქონდა ჩართული. ყურში მეუბნებია რომ მან ახალი ბრძოლა დაანონსა, სადაც შენ თავარ ქარდს გაუძღვები. Champion of the world, UFC 320. Yeah, there he is. Yes, that's the Marab we know. Yes, look at this guy. The pride of Georgia. საქართველოს სიამაყე, თბილისის სიამაყე. Super მსუბუქი წონის დივიზიონის სიამაყე. 6 დეკემბერს UFC 323-ზე. T-Mobile არენაზე მთავარი ივენთი. მეოთხე სატიტულო დაცვა 2025-ში რემატჩი პიოტრიანის წინააღმდეგ. თანამთავარი ბრძოლა პანტოჟა. ჩემი აზრით ჩვენი დამსახურება მგონი დანამ დაინახა ეს შოუ და თქვა იცით რა? მოდი საჩუქარს გავუკეთებ შოუზეო. ხო და ამიტომ ხშირად უნდა გვესტუმროთ ძმაო. მაგარია ძმაო. სხვათა შორის ორ თვეზე ნაკლები გრჩება შეხვედრამდე. ვარჯიშს უნდა დავუბრუნდე. დღესვე გავფრინდები ვეგასში. ორი ძმა გყავს, ხო? კი, ორი ძმა მყავს. ერთი პილოტი არა? ხო, ერთი პილოტი იყო. შენზე უფროსია? კი, ჩემზე უფროსია. 6 წლით უფროსია ჩემზე. ახალგაზრდა ანუ. ხო, ახალგაზრდა. ჯარში მფრინავი იყო. შემდეგ აქ ნიუ-იორკში ჩამოვიდა რამდენიმე წლის წინ. ჯარი დაასრულა თუ არა თავის ძოლთან ერთად აქ ჩამოვიდა. ახლა თავისი შვილებიც მოყავს. ბრუკლინში ცხოვრობს. უშინ მისი დაბადების დღე აღვნიშნეთ. მშვენიერია. კიდევ ერთი კარგი ამბავია ჩემს მეორე ძმაზე. ის საქართველოში თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად. ამერიკის კონსულმა მთელს ოჯახს ვიზა მისცა.
და პირველად დაესწრო ჩემს ბრძოლას აქ ლას-ვეგასში. მთელი ჩემი ოჯახი ჩამოვიდა აქ. მამა შენიც? არა, მამა ჩემი და დედა ჩემი სოფელში ცხოვრობენ. ისინი ახლა ასაკში არიან და მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ. არ მინდა რომ აქ ამერიკაში ჩამოვიყვანო. ზედმეტი იქნება მათთვის ხომ გესმის? ნიუ-იორკის დათვალიერება კარგია, მაგრამ ახლა ასაკში არიან. და მალე იღლებიან. არ გინდა ალბათ არენაზე რომ იყვნენ. არა, არენაზე არა. ძალიან ზედმეტი იქნება. ძალიან მიყვარს შენი სახლის და ოჯახის ყურება. დილა ადრიან შენს ბრძოლას რომ უყურებენ ხოლმე. ხო, ასე უყურებენ ისინი. დიდი მხარდაჭერა გვაქვს. კი, ძმაო, მთელი ჩემი ქვეყანა. თითოეული ადამიანი მიჭერს მხარს და ეს მე ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და თუ ვინმე რამეს მიაღწევს, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი ქართველი თუ წარმატებას მიაღწევს, მაშინ მთელი ქვეყანა მისით ამაყობს. გასაგებია, მაგალითად, PSG-ს მოთამაშე, მის სახელს ვერ ვამბობ. ლეგენდა ნაპოლიდან და შემდეგ PSG-ში. შენი მეგობარია, ხო? კიდევ ერთი კალათბურთელი დიდი სიყვარულით რომ შეგხვდა. ქართველი მოთამაშე ტორონტო რაპტორსიდან. მამუკელაშვილი. მას გულისხმობ, ძალიან მაგარია. ევრობასკეტს თუ უყურე? საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა. საქართველო კარგად გამოიყურება სპორტში. დიახ. გასული წელი ძალიან კარგი იყო ჩვენი სპორტისთვის. წელს ფეხბურთში ესპანეთის წინააღმდეგ დავმარცხდით და გულნატკენები ვართ, ხომ გესმის? თქვენ თითქოს სულ დავითი და გოლიათის სიტუაციაში ხართ. პატარა ქვეყანა ხართ და მაინც დიდებული ბრძოლები გაქვთ. ხო, წარმოიდგინე, საქართველო პატარა ქვეყანა ესპანეთის წინააღმდეგ. ესპანეთი ხომ ფეხბურთის ქვეყანაა? ხო და ცუკერბერგზე რას იტყვი? მასთან ვარჯიშს აპირებ? კი, რა თქმა უნდა. ჭუბის შემდეგ მან თავისთან დამპატიჟა. მითხრა რომ ჩემთან ერთად ვარჯიში უნდოდა. მეც დავთანხმდი, თუმცა ახლა ახალი ამბავი გავიგე და სხვა გეგმები მაქვს. ო, მოდი ვნახოთ დანას ანონსი. გინდა ვიდეოს უყურო? დიახ, თუ შეიძლება. კარგი, მოდი ვუყუროთ. აგერ დანა ვაითი ანონსებს, რომ ეს ბიჭი მერაბდვალიშვილი ბოლო UFC pay-per-view events ESPN-ზე 6 დეკემბერს UFC 323-ზე გაუძღვება. ახლა გადავიდეთ UFC 323-ზე T-Mobile Arena-ზე 6 დეკემბერი. თავარ ივენტს გაუძღვება pound for pound მესამე ნომერი მერაბდვალიშვილი, რომელიც სწრაფადვე უბრუნდება ოქტაგონს და მეორე ნომერს პიოტრიანს უპირისპირდება. UFC 320-ზე ტიტულის დაცვის შემდეგ ორშაბათს მერაბი ჩვენთან ოფისში შემოდის და გვეუბნება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის ახალი რეკორდის დამყარება. ყველაზე მეტი ტიტულის დაცვა ერთ წელიწადში. მერაბს გამარჯვებების 14 სერია აქვს და ახლა ცდილობს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღოს და ერთ წელში მეოთხედ დაიცვას ტიტული. მერაბი უკვე ფლობს UFC რეკორდს ყველაზე მეტ ტეიქდაუნებში. ახალი გამარჯვება კი ყველაზე გრძელ გამარჯვებების სერიებში მეორე ადგილზე აიყვანს. მას სუპერბუქსონაში ყველაზე მეტი გამარჯვება და ყველაზე მეტი ტიტულის დაცვა აქვს. ეს ბავშვი შეუჩერებელია. როგორი თავაზიანია. Amazing, bro. Thank you.